საქართველოს ერთი მოქალაქის საშუალო ხარჯი თვეში 20-24 წელს შეადგენდა 540 ლარს. Შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც 10% არის საშუალო კლასი და დანარჩენი 90% 540 ლარზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს თვეში. თქვენ ხვდებით, დღეში 20 ლარიც კი არ გამოდის. ეს არ არის მხოლოდ პროდუქტებზე გაწეული ხარჯები, ან საკუთში შედის განათლებაზე გაწეული ხარჯი, კომუნალურები, საწვავი, ტრანსპორტი, წამალი, სანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები, ყველაფერი ამაში შედის, წარმოიდგინეთ. იმისთვის რა ფასი უნდა გახდეს ხორცი, კილოგრამი ხორცი, რომელიც დღეს 25 ლარი ღირს, ხო, საშუალო ყველი 20 ლარი და ამ შემდეგ, რომ გაიაფთეს. რა ფასი უნდა იყოს ხორცი, რომ ამაც ასეთი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი იაფი და იყოს ეს ბედნიერი, რომ ოჯახი მშიერი არ ყავს. ხო, არ არსებობს ეგეთი ფასი. სანამ ჩვენ არ გავზრდით ამ ადამიანის შემოსავალს იმისთვის, რომ შესაძლებლობა გქონდეს, რომ თვეში 540 ლარი კი არა, 1540 ლარი ხარჯო. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მოქალაქეებს გაუჩნდეთ სამუშაო ადგილები მაღალანაზღაურებადი ჩვენთან ქვეყანაში შიგნით და შემოსავლები გქონდეთ ადამიანებს იმხელა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები არ ურტყავდეს. აქ ლაპარაკი პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, ანუ საკვე პროდუქტებზეა ლაპარაკი. 227,000 შრომის უნარიანი მოქალაქე არის უმუშევარი და 884,000 პენსიონერი ყავს, ხოლო 600,000-ზე მეტი სკოლის მოსწავლეა. მილიარდამდე დასაქმებული მოქალაქიდან მხოლოდ მესამედი 335,000 გამოიმუშავებს თვეში 2,400 ლარზე მეც. დასაქმებული ვინც ყავს ისიც ღარიბია. და მთელი უბედურება რაშია, იცით, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. იმიტომ რომ საქართველო იზოლირებულია დასავლური სამყაროდან. მხოლოდ 25 წელს 121 მილიონი ევროს პირდაპირ საბიუჯეტო დახმარება ვერ მივიღეთ დასავლეთიდან. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამო, რაც 300 მილიონ ლარზე მეტია და ეს კიდევ უფრო მეტად და მეტად გამოჩნდება და დაარტყავს ქვეყნის ეკონომიკას. არ არსებობს ქვეყნის ეკონომიკა გადარჩეს იზოლაციაში. ეს არის შეუძლებელი. არ არსებობს, რომ უფრო მეტი სიღარიბის წინაშე არ გავდგეთ, თუ ჩვენი იზოლაცია გაგრძელდა და რეჟიმი არ შევცვალეთ.